ხდება თქვენთან კლინიკაში? რამდენად მაღალი არის ბავშვების მომართვიანობა? ბავშვების მომართვიანობა ზოგადად ყველა კლინიკაში, არა მარტო ჩვენ კლინიკაში, არის ძალიან დიდი. იმის გამო, რომ ეს დელტა შტამი, რომელიც ახლა ასე ვთქვათ, ტრიალებს მთელ დედამიწაზე, არის სწრაფად გადამდები, იოლად გადამდები თემა, მეტად გადამდები თემა და გავრცელების არეალიც აქვს ძალიან სწრაფი. თვითონ შტამი, რო ვთქვათ, ახლა რატოა ეს? შტამი არის ზოგადად ის, რაც იყო ვირუსი, რომლითაც დაიწყო პანდემია. მან სახე იცვალა, გახდა რამდენი ვარიანტები, რამდენიმე ვარიანტად მოგვევლინა და ეს ვარიანტები ზოგი დარჩა, ზოგი გაქრა. ის, რომელიც დარჩა, მოიცვა უფრო დიდი ტერიტორია, დასახელდა როგორც შტამი. ეს შტამი, დელტა შტამი არის ბოლო, მანამდე მათ ერქვათ ლოკაციის მიხედვით, გავრცელების მიხედვით ეს სახელები, ამჯერად ქვია ბერძნული ასოების მიხედვით უბრალოდ. დელტა შტამი რატომ არის სწრაფად გავრცელებადი? იმიტომ რომ როდესაც ორგანიზმში იჭრება, მისი რეპლიკაცია ხდება ლორწოვანებში, გამოფრქვევა თვითონ ვირუსის ხდება 1000-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე ვთქვათ იმ ალფა შტამის დროს, ანუ ჩინურის დროს და ეს გამოფრქვევა, ანუ გადადების მაჩვენებელი კოეფიციენტი თითქმის თუ მაშინ იყო 2-3, ანუ ერთი ადამიანი 2-3 ადამიანს ავადებდა, ეხლა სადღაც კოეფიციენტი 8-5-ია გაზრდილი. ასევე დელტა შტამთან მიმართებაში ამბობენ, რომ აი ინკუბაციის პერიოდის დაპატარავდა, რომ ქონდა კონტაქტი შეიძლება საღამოსვე ან მეორე დღესვე დაიწყოს. თან ის ვარიანტი, რომ თვითონ ეს შტამი თუ ადრე ვამბობდით ალფას შემთხვევაში, რომ ეს გამოიფრქვევა სადღაც 2 მეტრის მაქსიმუმ აძილზე დავარდება, ეს უბრალოდ ჰაერში შეწონილ მდგომარეობაში ჩერდება და თუ არის არავენტილირებული გარემო, აი აქ არის ფანტასტიკურად კარგი ვენტილაცია, ხო? არავენტილირებულ გარემოში შეიძლება აქედან სადღაც ოთახის კუთხემდე მიაღწიოს და დაავადოს ადამიანი. თითქოს თამბაქოს კვამლივით შეწონილი რჩება ჰაერში. ამიტომ ვენტილაცია იქნება პირველი ის, რომელიც მოთხოვნა იქნება ალბათ აი ამ დახურული სივრცეების. შესაბამისად ის ფრაზაც გაჟღერდა, რომ ეს ვირუსი ყველა არაიმუნურ ადამიანს შეხვდება. არაიმუნურები ვინ არიან, ახლა ვინც არიან არაცრილები ან არა გადატანილი კოვიდით. ანუ უნდა გქონდეს ბუნებრივი იმუნიტეტი, ან უნდა გქონდეს შეძენილი იმუნიტეტი. ბავშვები, რომელთა აცრაც დღესდღეობით მოწოდებული არ არის და ეხლა დაიწყო საუბარი იმაზე, რომ 12 წლიდან ჩვენთან უკვე ევროპაში, ამერიკაში, კანადაში უკვე დაიწყო 12 წლიდან აცრები, ჩვენთან 16 წლიდან. ჩინელებმა სხვა შორის დაიწყეს 3 წლიდან ბავშვების აცრები ჩასვეს. მე 3 წლიდანაც მიდის, ხო? მუშაობა რომ 3 წლიდან. მე მქონდა ეს შეკითხვა. ჩინელებმა უკვე დაიწყეს. რატომ იკავებენ თავს ბავშვებთან მიმართებით? იმიტომ რომ ნაცადი არ არის ჯერ თუ არის. იმიტომ რომ არა, უნდა ბაზა შედგეს დაკვირვების იმდენი, რომ დაიდოს რეკომენდაცია. ანალოგიური იყო ვაქცინებზეც, ხო? სანამ არ დაიდო და FDA სანამ არ აღიარა კვლევით, მანამდე არ შემოვიდა ვაქცინა. და კიდევ ერთ ბოდიშეკა, მშობელი თუ აიცრა ლაქტაციის პერიოდში, ბავშვზე ეს ანტისხეულები რამდენად გადადის და რამდენად დაცული არის? პირველი რითაც ბავშვი შეგვიძლია დავიცვათ, ეს არის ორსულების აცვლა და მეძუძურების. ეს კვლევაც დაიდო, რომ თვითონ ვირუსი არ გადის სარძევე ჯირკვალში, ანუ შესაბამისად არ ხდება რძეში და ინფიცირებას არ იწვევს. გადადის ანტისხეულები და ამით დაცვა ბავშვის. შესაბამისად ორსული ვირუსი არ გადის პლაცენტაში, არ აავადებს ნაყოფს, მაგრამ გადის ანტისხეული და ის იბადება უკვე დაცული. ეს ორი ვარიანტი გადასარევს. მერაბის მეუღლეც ლაქტაციის პერიოდში აიცრა, ბევრი არის ჩემს სირგლების ორსულობის დროს აიცრა და ნამდვილად მადლობა ამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის. ქალბატონ ნიზა, ავადობა როგორ მიდის ბავშვებში? საყურადღებო ასაკი რომელია და აი კიდე მეორე თემა ჰოსპიტალიზაცია აუცილებელი არის არა და როდის? ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით ესეთი თემაა, რადგან დელტა შტამმა ცოტა იცვალა ავადობის სახე. თუ ადრე ვამბობდით, რომ მიდის ძალიან ისეთი სიმპტომებით, შეიძლება უსიმპტომოდაც კი ბავშვებში, დელტა შტამი უკვე სიმპტომებით გვევლინება. თან ისეთი სიმპტომებით, რომელიც ვირუსს ახასიათებს, მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, სურდო, თუ მაშინ წამყვანი იყო უფრო ხველა და ყნოსვის გემოს დაკარგვა, ეხლა მიდის უკვე ვირუსული, კლასიკურად ვირუსული ნიშნებით. იმის გამო, რომ მოხდა ინციდენტი ჩვილის დაღუპვის გამო, ნამდვილად ასე ვთქვათ, პანიკაა მშობლებში, აბსოლუტურად ყველა მშობელს სურს, ვისაც გამოუვლინდა და დაუდასტურდა კორონავირუსი, იყოს ჰოსპიტალში დაკვირვების ქვეშ. თუმცა
უკვე გაჟღერდა დაკვირვებით ის თემა, რომ ადვილად გადადებადია, ბევრი ბავშვი ავადობს, ოღონდ ნაკლებად არის შემთხვევები მძიმე გართულების. თუმცა მოწყვლად ჯგუფში იგულისხმება წყლამდე ასაკი ჩვილები განსაკუთრებით და ახალშობილები, რომელთაც იმუნური სისტემა ნამდვილად არ აქვთ იმ დონეზე, რომ გაუწიონ ნებისმიერი ინფექცია ახალშობილობაში მიდის მძიმედ, ამიტომ არის საყურადღებო ასაკი. ასევე მძიმედ მიდის კორონავირუსიც, როგორც ვირუსული ინფექცია. ამიტომ წყლამდე ასაკზე არ არის საუბარი და პირველი რაც ისეთი პრაქტიკული რჩევა შეიძლება მივცეთ მშობლებს ის რომ ყველა ბავშვს ყავს თავისი პირადი პედიატრი, ხო? არის საყოველთაო დაზღვევით, არის კერძო დაზღვევით, ამას მნიშვნელობა არ აქვს. იმ პედიატრმა იცის ამ ბავშვის ყველაფერი დაწყებული დაბადებიდან, ხო? მონიტორინგი, რომელიც ყოველთვე ტარდება ამ ბავშვებზე, ჩათვალეთ, რომ პედიატრი საქმის კურსია, ამ ბავშვს აქვს თუ არა რაიმე ქრონიკული დაავადება, არის თუ არა რომელიმე ორგანოში რამე დაავადება. შესაბამისად, ჩემი რჩევა იქნება პირველი მშობლებისადმი ის, რომ პირველ რიგში სატელეფონოდ დაუკავშირდნენ თავის პედიატრს. ეს არ არის საემერჯენსო სიტუაცია, როცა დაუდგინდა ბავშვს კორონავირუსი. ეს არის ჩვეულებრივი ვირუსული ინფექცია, რა თქმა უნდა, ყურადღებით უნდა იყოს აქ მშობელიც და პედიატრიც და აი ესე შეთანხმებით თავისუფლად შეიძლება თუ მიდის მსუბუქად, თუ მართლა შეიძლება იმისი მშობელიც ადეკვატურია და ითვალისწინებს ყველა ამ რჩევას პედიატრის. ამ შემთხვევაში ჩემი აზრით ესეთი შემთხვევები უნდა იმართოს სახლში. და ბოლოს კოვიდის გადატანის შემდეგ საყურადღებო სიმპტომები. თქვა ჩაიარა ავადობა, მაგრამ გავიდა კვირეები და თქვა შეიძლება ტემპერატურა გამოჩნდეს. ან ბავშვი ჩიოდეს, რომ მას აქვს სისუსტე. რას ვაქცევთ ყურადღებას? დიახ, დაახლოებით ეს კორონას შემდგომი გადატანილი ერთი თვე არის ის პერიოდი, როცა მართლა ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ეს ერთი თვეა ის პერიოდი, როცა შეიძლება გამოჩნდეს ის ვადაღებული მულტისისტემური ანთების დაავადება, რომელიც გამოვლინდება უკვე ლორწოვანების ჩართვით, თვალების სიწითლი, პირში გამონაყარი ფაღარათები, გამონაყარი ცხელება იქ მიდის უკვე სისხლძარღვების პათოლოგია, შეიძლება გული დაზიანდეს, შეიძლება თირკველი დაზიანდეს. რა თქმა უნდა, ამ ერთი თვის განმავლობაში უნდა იყოს პედიატრი, ექიმი ზოგადად ძალიან ყურადღებით, იმიტომ რომ ეს ფაქტები დაფიქსირდა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ არ არის ისე პროცენტულად ხშირი სოფლიოს აცხადებს, რომ სულ რაღაც პროცენტია ამ გართულების. შესაბამისად, საქართველოშიც არის რამდენიმე შემთხვევა და ეს რა თქმა უნდა საყურადღებო და ისევ პედიატრმა უნდა მართოს ეს. კი, რა თქმა უნდა, თავარი არის რომ პირველივე სიმპტომების დროს, პირველივე ეჭვების დროს მიმართოთ სპეციალისტს, მივიღოთ კომპეტენტური და ჯობია საკუთარ პედიატრს. ჯობია საკუთარ პედიატრს, ვინც კარგად იცნობს თავს. ძალიან დიდი მადლობა გაბატონო იზო, მნიშვნელოვანი რეკომენდაციებისთვის, ჯანმრთელობას გისურვებთ და საუკეთესო. დიდი მადლობა წარმატებისთვის.